CCTV-ს ჩანაწერები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელსაც პოლიცია რეგულარულად იყენებს დანაშაულების გამოსაძიებლად, დაკარგული ადამიანების საპოვნელად და ეჭვმიტანილების იდენტიფიცირებისთვის. მაგრამ არსებობს მრავალი შემთხვევა, როდესაც ამ ტიპის ჩანაწერები მხოლოდ ამძაფრებს საიდუმლოს და ამ შემთხვევათაგან ბევრი ათწლეულებია გაუხსნელი რჩება. ნომერი 10. Lester Raymond Johns Jr., რომელიც ახლობლებისთვის ცნობილია როგორც LJ, წარმოშობით მისისიპიდანაა, სადაც 1983 წელს დაიბადა. მისი მეგობრები ამბობენ, რომ ის ძალიან ახლოს იყო დედასთან და რომ მეგობრული ადამიანია, რომელსაც ადამიანების გაცინება უყვარს. 2020 წელს ის მისისიპის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიოქიმიურ ინჟინერიას სწავლობდა და კურს დამთავრებამდე ცოტა აკლდა. მაგისტრატურის დასრულებისას ის შეუერთდა ომეგა-ფსი-5 საძმოს და მალე დაახლოვდა რამდენიმე სხვა წევრთან. 11 იანვარს ყველაფერი შეიძლებოდა ლესტერის ოჯახისთვის. იმ დილით მან 1 საათი იარა, რომ დედა და ძმა მოენახულებინა ტუპელოში, მაგრამ დღის მეორე ნახევარში სხვა გეგმები ჰქონდა, რადგან ჯექსონში მიდიოდა, რათა თავისი საძმოს წევრები მოენახულებინა. მგზავრობა ჩვეულებრივ დაახლოებით 3 საათი გრძელდებოდა, მაგრამ ლესტერი აღფრთოვანებული იყო მეგობრების ნახვით და დედამისი მოგვიანებით იტყოდა, რომ მის ქცევაში არაფერი უცნაური ან უჩვეულო არ ყოფილა. მან საბოლოოდ დაემშვიდობა ოჯახს და ჯექსონისკენ გაემართა, ხოლო ამ გზავრობის დეტალები დღემდე საიდუმლოდ რჩება. შემდეგი და უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც ლესტერი სათვალთვალო კამერაზე დააფიქსირეს, იყო ექსონის ბენზინგასამართ სადგურზე, Lakeland Drive-ზე, Floydში. კამერაზე ჩანს, როგორ აჩერებს მანქანას და შედის მაღაზიაში, რის შემდეგაც საპირფარეშოთი სარგებლობს. შემდეგ მან დატოვა მაღაზია, დაბრუნდა თავის მანქანაში და კამერაზე ჩანს, როგორ გაემართა ჯექსონის მიმართულებით. მას მხოლოდ დაახლოებით 15 წუთი ჰქონდა დარჩენილი გასავლელი, რაც მის გაუჩინარებას კიდევ უფრო უცნაურს ხდის. ლესტერის მეგობრები გაგვირებულები იყვნენ, როცა ის დაგეგმილ დროს არ მივიდა და გამომძიებლები ფიქრობენ, რომ ის საერთოდ არ ჩასულა ჯექსონში. როცა მისმა დედამ სცადა მასთან დაკავშირება მობილურით, პასუხი ვერ მიიღო და დაიწყო შეშფოთება, რომ მას რაღაც შეემთხვა. როდესაც რამდენიმე დღე გავიდა მისგან ყოველგვარი ცნობების გარეშე, დედამ დაუკავშირდა მის მამას, რომელიც კალიფორნიაში ცხოვრობს და მანაც სცადა მასთან დაკავშირება, მაგრამ უშედეგოდ. მისმა საზმოს წევრებმაც ვერ შეძლეს მასთან დაკავშირება, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ ტელეფონი ბენზინგასამართის სადგურის ტუალეტში ჰქონდა დატოვებული. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო, რადგან ლესტერს ხშირად ეკარგებოდა ტელეფონი. ამიტომ თავიდან ეს დიდად საეჭვოდ არ მიუჩნიათ. როდესაც ბენზინგასამართის სადგურის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გადაამოწმეს, იქ არაფერ განსაკუთრებულს არ მიაგნეს და დროებით იფიქრეს, რომ ლესტერი უბრალოდ ვერცერთ ნაცნობს ვერ უკავშირდებოდა. სამწუხაროდ, რადგან მას ტელეფონი თან არ ჰქონდა, პოლიციამ მისი გადაადგილების კვალს ვერ მიაგნო. თუმცა მოგვიანებით დადგინდა, რომ მან თავის საძმოს ერთ-ერთ წევრთან დაახლოებით 8 წუთის განმავლობაში ისაუბრა ტელეფონით, რასაც ეს მამაკაცები შემდეგ უარყოფდნენ. მხოლოდ განმეორებითი დაკითხვებისა და ადვოკატის რჩევის შემდეგ დათანხმდა და აღიარა, რომ იმ ღამეს მართლაც ესაუბრა ლესტერს ტელეფონით. ჯერ კიდევ უცნობია, რაზე საუბრობდნენ, რადგან ამ დეტალების გასაჯაროება არ მომხდარა. ამ დროისთვის ლესტერის საქმე წლების განმავლობაში მოუგვარებელია და ის არასდროს უპოვიათ. ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ მის გაუჩინარებაში მისი საძმოს წევრებს მიუძღვით ხელი. სხვები კი მიიჩნევენ, რომ მან შესაძლოა უცნობი მიზეზით მექსიკაში იმოგზაურა. მისი აღწერილობით, მას აქვს ყავისფერი თმა და შავი თვალები. სიმაღლეში არის 6 ფუტი და იწონის 205 ფუნტს. საფრთხების კამერის ჩანაწერში მას აცვია ლურჯი პერანგი და ლურჯი ჯინსი და მისი ამოცნობა შესაძლებელია ინიციალების ტატუებით. LJ მისი გულმკერდზე, კიდევ ერთი ტატუ სახელით ESO ზურგზე, The Pitbull-ის ტატუ მარცხენა მკლავზე და ფრაზა "ცხოვრება ტანჯვაა, გადარჩენა კი მნიშვნელობის პოვნაა", ასევე ტანჯვის ტატუ ზურგზე. ვინც დამატებით ინფორმაცია აქვს მის საქმეზე, უნდა დაუკავშირდეს სტარკრედის პოლიციის დეპარტამენტს ნომერზე 662 323 4134, ნომერი 9. 2024 წელს ბერლინგტონის პოლიცია ფიქრობდა, რომ ძვირფასეულობის მაღაზიებში განხორციელებული რამდენიმე ძარცვა შესაძლოა ერთსა და იმავე ძარცველთა ჯგუფს უკავშირდებოდა. და მათ გამოაქვეყნეს ვიდეო კამერების ჩანაწერები იმ შემთხვევისთვის, თუ ვინმეს ეცნობოდა ეჭვმიტანილები და მიაწვდიდა ინფორმაციას, რაც მათ პოვნას შეუწყობდა ხელს. იმავე წლის დეკემბერში გამომძიებლები გამოიძახეს Fairview Mall-ში მდებარე ძვირფასეულობის მაღაზიაში, მას შემდეგ რაც ნიღბიანი მძარცველების ჯგუფი შევიდა მაღაზიაში და ჩაქუჩებით დაამსხვრიეს ვიტრინა, რათა შიგნით არსებული ძვირფასეულობა წაეღოთ. შემდგომში მოპოვებულმა ვიდეო ჩანაწერმა აჩვენა, როგორ გარბოდნენ ქურდები მაღაზიიდან ძარცვის შემდეგ, ხოლო მათ უკან, როგორც ჩანს, უსაფრთხოების თანამშრომლები მისდევდნენ. შემდეგ მამაკაცები გაქცევის მანქანაში ჩასხდნენ, მაგრამ გაქცევის მცდელობისას ავარიაში მოხვდნენ. მამაკაცები მანქანიდან გადმოხდნენ და ფეხით გაიქცნენ. და საბედნიეროდ მეორე მანქანაში მყოფი უდანაშაულო ადამიანები უუნებლად გადარჩნენ.
ეს იყო მხოლოდ ერთ-ერთი 43 ესეთი ვიტრინების დამტვრევით ჩადენილი ძარცვიდან, რომლებიც 2024 წელს მოხდა და რამაც ხელისუფლებას დიდი შეშფოთება გამოიწვია. Წლის 5 დეკემბერს მანქანა გამოიყენეს საიუველირო მაღაზიის შესასვლელში შესაჯაჯახებლად, რის შემდეგაც ეჭვმიტანილები მაღაზიაში შევიდნენ, ცეცხლსასროლი იარაღები გამამოაჩინეს, ვიტრინების დამტვრევა დაიწყეს და შემდეგ გაიქცნენ. იმ შემთხვევაში 4 ადამიანი დააკავეს, მაგრამ ბევრი სხვა ძარცვა კვლავ გაუხსნელად რჩება. ერთი დღით ადრე, Fairviews Mall-ის ძარცვის დროს 6 ადამიანი დააკავეს, მაგრამ კიდევ 6-მა მოახერხა სამართალდამცველებისგან თავის დაღწევა და ისინი კვლავ ძებნილებად რჩებიან. მაღაზიიდან გადაღებული ვიდეოში ჩანს, როგორ იტენებენ მამაკაცები, რომელთაც სახეები დაფარული აქვთ, ჩაქუჩებს ვიტრინების გასახსნელად, ხოლო მაღაზიის თანამშრომლები იატაკზე წვანან და სიცოცხლის შიშით არიან. მამაკაცების უმეტესობა შავ ტანსაცმელშია გამოწყობილი, თუმცა ერთ-ერთს ღია ფერის ხუდიანი აცვია. საოცარია, მაგრამ მაღაზიის არც ერთი თანამშრომელი არ დაშავებულა, თუმცა მათ ნამდვილად ტრაუმული გამოცდილება გადაიტანეს. Danbury's Ors, Hillcrest-ის სავაჭრო ცენტრში მდებარე სამკაულების მაღაზია გაქურდეს და კვლავ ძარცველებმა რამდენიმე ძვირფასი ნივთის წასაღებად ჩაქუჩები გამოიყენეს. პოლიციამ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში 5 მამაკაცი იყო ჩართული, თუმცა აღიარა, რომ ეჭვმიტანილები ჯერ არ დაუდგენიათ. Mayple's სავაჭრო ცენტრში მდებარე Buy and Sell Jewelers-ის მფლობელმა განაცხადა, რომ მისი აზრით იმ დღეს მისი მაღაზიის გამძარცველები თინეიჯერები იყვნენ და ის კლიენტთან საუბარში იყო გართული, როცა მიხვდა რა ხდებოდა. მან დაამატა, რომ დამნაშავეებმა შეძლეს და გაიტანეს დაახლოებით $100,000 ღირებულების ძვირფასეულობა, რომლის უმეტესობაც ოქროსა და ვერცხლს წარმოადგენდა. საბედნიეროდ მან თავის თანამშრომლებს დაარიგა, რომ ძარცვის შემთხვევაში არ ჩარეულიყვნენ, რადგან შეიძლებოდა დაშავებულიყვნენ ან კიდევ უარესი რამ მომხდარიყო. მაღაზია მანამდეც გამხდარა სამიზნე, თუმცა წინა ძარცვა ღამის შუა პერიოდში მოხდა, როცა მაღაზიაში არავინ იმყოფებოდა. ამ ძარცვების თავხედურმა ხასიათმა პოლიციას დიდი შეშფოთება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ეჭვმიტანილი ჯერ კიდევ თავისუფალია, ისინი იმედოვნებენ, რომ საბოლოოდ მათ მიაგნებენ და სამართლის წინაშე დააყენებენ. თუ ამ ჩანაწერში რომელიმეს ცნობთ, ან გაქვთ დამატებითი ინფორმაცია პოლიციისთვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ Crime Stoppers ნომერზე 1-800-857-7. დამრეკველებს შეუძლიათ დარჩნენ ანონიმურად, თუ ასე ისურვებენ. ნომერი 8. Irvine Inter-Second Sped, რომელიც მდებარეობს ბოლტონში, ინგლისში, ერთ-ერთი უძველესი სასმელის დაწესებულებაა ქვეყანაში და მისი ისტორია 1251 წლამდე მიდის. საუკუნეების განმავლობაში ის რამდენჯერმე განახლდა, განსაკუთრებით 1636 წელს, რის შემდეგაც ძირითადად უცვლელი დარჩა. უცნაურია იმის წარმოდგენა, რომ იგივე პაბი შუა საუკუნეებში ხალხის შეკრების ადგილი იყო, სამოქალაქო ომის დროს ჯარისკაცებისთვის, ხოლო ახლა თანამედროვე ეპოქაში ბიზნესმენებისთვის, სტუდენტებისთვის და ადგილობრივებისთვის. არ არის გასაკვირი, რომ ამ შენობასთან ბევრი უცნაური ამბავია დაკავშირებული და ისინი, ვინც ამ დაწესებულებას იცნობენ, თანხმდებიან, რომ შენობაში რაღაცა უცნაური ხდება. უმეტესობა ფიქრობს, რომ იქ ძველი დროიდან მოჩვენება ბინადრობს, მაგრამ სხვებმა სცადეს უფრო ლოგიკური ახსნა ეპოვათ, თუმცა უშედეგოდ. პაბი არსებობდა მაშინაც, როცა ბოლტონი ჯერ კიდევ პატარა ქალაქი იყო და წლების განმავლობაში ქალაქის ზრდასთან ერთად სულ უფრო აკვალდა. მას აქვს გრძელი და წარმატებული ისტორია, მაგრამ ესეთი ხანგრძლივი არსებობისას ჩნდება ღალატის, ჩხუბების, სიკვდილი დასჯისა და გარდაცვალების ამბები, რომლებიც ბევრის აზრით ამ პაბის საშიშის მომგვრელ რეპუტაციას ამძაფრებს, რაც შესაძლოა შენობის უსაფრთხოების კამერების ჩანაწერებმაც დაადასტურა. ცნობილია, რომ გრაფი ჯეიმს სტენლი 1651 წელს პაბის გარეთ სიკვდილით დასაჯეს. ბევრმა ადამიანმა განაცხადა, რომ მას შემდეგ პაბის გარეთ მისი მოჩვენებითი ფიგურა ბარბაცით მოსიარულე უნახავთ. ზოგჯერ კი ბარში იმ ადგილთან ახლოს, სადაც ის სტუმრობისას ჯდებოდა, სიცივის შევძნება ჰქონიათ. ესევე არსებობს ცნობები, რომ ბარმენი ქალი, რომელიც ადრე ამ პაბში მუშაობდა, ხშირად ისმის როგორც ტირის სარდაფში. ზოგიერთმა სტუმარმა დაინახა, რომ ბარის უკანა მხარეს კათხები მოძრაობდა ისე, თითქოს ის ისევ წმენდა და აპრიალებდა მათ, თანაც განუწყვეტლივ ტიროდა. ხანდახან პაბში შუქები უეცრად იწყებს ციმციმს უმიზეზოდ, რის გამოც უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს ადგილი მოჩვენებებით არის დასახლებული. მაშინ, როცა სხვები აღნიშნავენ, რომ რადგან ეს ძალიან ძველი შენობაა, შესაძლოა უბრალოდ ძველი გაყვანილობის ბრალი იყოს. 2014 წელს პაბის უსაფრთხოების კამერის ჩანაწერი ინტერნეტში აიტვირთა და მან ბევრი მაყურებელი დაარწმუნა, რომ ნამდვილად რაღაც ბოროტი ხდება Old Man Inside-ში. ჩანაწერი იწყება დილის 6:17 საათზე, როცა პაბი სრულიად სარიელი იყო და შუქების უმეტესობა გამორთული იყო. ჯერ შუქები სწრაფად იწყებს ციმციმს, შემდეგ ბარის ბოლოში ადამიანის ფიგურა თითქოს ჩნდება, მაგრამ ის სწრაფად ქრება, თითქოს იქ საერთოდ არ ყოფილა. შემდეგ ყველაფერი ჩუმდება და ბარის მფლობელი რიჩარდ გრინვუდი ვერასდროს გაიგებდა, რომ ეს მოხდა, რომ არა უსაფრთხოების კამერის ჩანაწერის გადამოწმება.
მედიასთან საუბრისას გრინუდმა განაცხადა, რომ პაბში 53 სხვადასხვა სული ბინადრობს. ერთ მომენტში მან პარანორმალური მოვლენების გამომძიებელთა ჯგუფს მიმართა, რომლებმაც სპეციალური აპარატურის გამოყენებით რამდენიმე უსხეულო ხმა ჩაიწერეს, რამაც დაადასტურა მისი ეჭვები, რომ პაბში მოჩვენებები არიან. მხატვარმა სახელად Liu Ping Wangმა განაცხადა, რომ მან შეძლო ერთ-ერთი მოჩვენების დამწყვდევა მამაკაცების ტუალეტში, რის შემდეგაც სპეციალურად დამზადებული მოწყობილობებით დაატყვევა იგი და მანჩესტერში ჩინური თანამედროვე ხელოვნების ცენტრში გამოფინა. ეს მტკიცება, რა თქმა უნდა, უმეტესობამ უარყო, მაგრამ ბევრი მაინც დარწმუნებულია, რომ პაბი სავსეა წავსული დროის სულებით და ისინი იქ კიდევ მრავალი წლის განმავლობაში დარჩებიან. ნომერი 7. ჩვენ ცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ტექნოლოგია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ჩვეულებრივ და აუცილებელ ნაწილად იქცა. ჩვენგან უმეტესობა ამას კომფორტად აღიქვამს, მაგრამ ამან ასევე ბევრ ადამიანს დიდი შფოთვა მოუტანა, რადგან ახლა უკვე ყოველგვარი ეჭვის გარეშე ვიცით, რომ ბევრი ადამიანი საკუთარი სმარტ მოწყობილობების მეშვეობით აკვირდებიან. ეს ცნობილი გახდა ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს აღიარებების შემდეგ, როდესაც მათ აღიარეს, რომ პატრიოტის აქტის ფარგლებში მეტამონაცემებს აგროვებდნენ. ეს მოიცავდა ჩვეულებრივი მოქალაქეების სატელეფონო ზარების მონაცემებს, რომლებმაც არაფერი დაუშავებიათ და შესაბამისად საერთოდ არ უნდა ყოფილიყვნენ მეთვალყურეობის ქვეშ. გასაგებია, რომ ადამიანები სულ უფრო მეტად ეჭვის თვალით უყურებენ ისეთ მოწყობილობებს, როგორიცაა მობილური ტელეფონები, ჭკვიანი ტელევიზორები და ტაბლეტები. მაგრამ უმეტესობას ეშინია არა მთავრობის, არამედ ბოროტი განზრახვების მქონე პირების მიერ გატეხვის. მისისიპიში მცხოვრები ლემეის ოჯახის მიერ გამოქვეყნებულმა ვიდეომ ინტერნეტში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან მასში ჩანს, როგორ მოახერხა ერთმა კაცმა მათი რინგ კამერის გატეხვა, შემდეგ კი მოწყობილობის კამერის კონტროლი და მათი პატარა ქალიშვილისთან ურთიერთობა. Ashley Lemmy მგოგონას დედამ თქვა, რომ გადაწყვიტა კამერა დაემონტაჟებინა თავისი ქალიშვილის ოთახში, რათა ღამით, როცა მეტდად მუშაობდა, მასზე თვალი ედევნებინა. მან დაამატა, რომ სხვადასხვა კამერა განიხილა და ბევრი კვლევის შემდეგ სწორედ ამ კონკრეტულ მოდელზე შეაჩერა არჩევანი. ერთ ღამეს, როგორც ჩანაწერში ჩანს, მისი ქალიშვილი ოთახში შევიდა, მას შემდეგ რაც იქიდან უცნაური ხმები გაიგონა. შემდეგ კი კამერიდან მამაკაცის ხმა მოესმა. ის ისმოდა, როგორ ეკითხებოდა: "ვინ არის ეს?" ამაზე მამაკაცი შემზარავად პასუხობს: "მე შენი საუკეთესო მეგობარი ვარ. მე სანტა კლაუსი ვარ." შემდეგ ეუბნება, რომ შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რაც უნდა, მაგალითად ტელევიზორი დაამტვრიოს, ოთახი არეულად დატოვოს, ან გაიმეოროს ის გინება, რომლითაც მამაკაცი მას მიმართავდა. შემდეგ ოთახიდან გადის, აშკარად შეშინებული და შეწუხებული და ისმის, როგორ ეძახის ეშლის. მე შენი საუკეთესო მეგობარი ვარ. შეგიძლია ახლა რაც გინდა ის გააკეთო. შეგიძლია ოთახი არეულობად აქციო. შეგიძლია ტელევიზორი გატეხო. შეგიძლია რაც გინდა ის გააკეთო. მოდი შეგიძლია ჯადოსნური სიტყვა თქვა. ვინ არის შობა? მე შენი საუკეთესო მეგობარი ვარ. მე სანტა კლაუსი ვარ. ეს მხოლოდ ერთ-ერთი შემთხვევაა იმ მრავალთაგან, რომლებიც წლების განმავლობაში მოხდა. ერთ შემთხვევაში მამამ სამზარეულოს დახოლზე მოთავსებული კამერიდან კაცის საუბარი გაიგონა და მწარმოებელთან დაკავშირების შემდეგ შეატყობინეს, რომ მოწყობილობა მართლაც გატეხილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია აცხადებს, რომ ეს გატეხვები ცუდად შერჩეული პაროლების გამო ხდება, მათ ვერ ახსნეს, რატომ არ არის ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია სალოდებულო კამერების დაყენებისას. მათ მოუწოდეს მომხმარებლებს გამოიყენონ ეს ფუნქცია, მაგრამ ბევრს მიაჩნია, რომ ეს სავალდებულო უნდა იყოს და არა მხოლოდ არჩევითი. Policy and Formidable Eagle Lemme's residence-ში მომხდარი ინციდენტის შესახებ და მათ ყველაფერი გააკეთეს დამნაშავის საპოვნელად, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ არის იდენტიფიცირებული. ჰაკერების პოვნა თითქმის შეუძლებელი ამოცანა, ამიტომაც ხელისუფლება მოუწოდა მომხმარებლებს დარწმუნდნენ, რომ მათი მოწყობილობები სწორად და უსაფრთხოდ არის დაყენებული, რათა ჰაკერებს არ მიეცეთ საშუალება შეაღწიონ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ნომერი 6. ჩვეულებრივ, როდესაც ვისმენთ მილიონობით დოლარის მოპარვის შესახებ, ეს ხდება დახვეწილი და კარგად დაგეგმილი ძარცვის შედეგად, რომელიც მუზეუმში ან ბანკში ხორციელდება. მაგრამ ერთი შემთხვევა, რომელიც 2024 წელს ლონდონში ინგლისში მოხდა, სრულიად საპირისპიროა. ლონდონის პოლიციის მიერ გაფიცელებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერი აჩვენებს ძარცვას, რომელიც იმ ქალაქის ერთ-ერთ სასახლეში მოხდა არამძიმე დანაშაულში ჩართულ კრიმინალთა ჯგუფის მიერ, რომლებსაც ძლიერი ცეცხლსროლი იარაღი ჰქონდათ, არამედ ერთი ადამიანის მიერ, რომლის ვინაობაც დღემდე უცნობია. სახლი შაფირა ჰუანს ეკუთვნის, რომელიც ჰონგ-კონგში, ჩინეთში ცნობილი საზოგადო მოღვაწეა. ძარცვის დროს ის სახლში არ იმყოფებოდა და მხოლოდ მოგვიანებით გაიგო, რომ მის სახლიდან იმ წლის 7 დეკემბერს მილიონობით დოლარის ღირებულების ნივთები წაიღეს. ოჯახის სახელით მომუშავე წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ძარცველი პირველად იმ დღეს დაახლოებით საღამოს 5 საათზე ცდილობდა ვილაში შეღწევას. იმ დროს მან სცადა მეორე სართულის ფანჯრიდან შეღწევა, რათა სახრახნისით გაეღო იგი, მაგრამ ვერ მოახერხა და სხვა სტრატეგიის მოფიქრება მოუწია.
შემდეგ სახლის სახურავზე ავიდა და შენიშნა, რომ ორი მოსამსახურე, რომლებიც ვილაში მუშაობდნენ, სამუშაოს დასრულების შემდეგ ტოვებდნენ შენობას. როცა ისინი თვალთახედვის არედან გავიდნენ, ის ბეტონის წყალსაცრედზე ავიდა და მოახერხა შენობაში შეღწევა მეორე სართულის სააბაზანოს ფანჯრიდან, რომელიც ღია იყო დატოვებული. გუვერნანტი, რომელიც იმ ოთახში ცხოვრობს, იმ დროს სახლის სარდაფში შეხვედრაზე იმყოფებოდა. ამიტომ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ვინმე სახლში შეიჭრა. სპიკერმა დაამატა, რომ ძარცველი აუცილებლად ძალიან შუმად, როგორც კატა, გადაადგილდებოდა, რადგან მან არ გადმოაგდო არც ერთი კოსმეტიკა, არ დატოვა ნაკაცრები და როგორც ჩანს, სრულიად უხმაუროდ გადაადგილდებოდა სახლში. მან ყურადღება არ მიაქცია $300, რომელიც ახლო მდებარე მაგიდაზე ედო და უფრო ძვირფასი ნივთების ძებნა დაიწყო. ერთ მომენტში შეხვედრაზე მყოფებმა ზემოთ ხმაური გაიგეს, მაგრამ იფიქრეს, რომ ეს გარეთ გაძლიერებული ქარის ბრალი იყო. სახლში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, როგორ გადაადგილდებოდა ძარცველი შუნძად სახლში და აგროვებდა ძალიან ძვირადღირებულ ნივთებს, როგორიცაა სამკაული და დიზაინერული ჩანთები. ერთ მომენტში მას თითქმის აღმოაჩინა დამლაგებელმა, მაგრამ მან შეძლო მისი თავიდან აცილება სულ რამდენიმე წამით. გააცნობიერა რა, რომ სახლში ხალხმრავალ ადგილას იმყოფებოდა, დაიწყო უფრო მშვიდი გასასვლელის ძებნა, რომელიც ერთ-ერთ სტუმრის ოთახში შესვლისას იპოვა. მან ყველაფერი გააკეთა, რომ იმ ოთახში ფანჯარა გაეღო, მაგრამ ხელი შეუშალა უსაფრთხოების საკეტებმა, რომლებიც დამონტაჟებული იყო და ფანჯრის სრულად გასახსნელად მათი მოხსნა იყო საჭირო. პოლიციისთვის გადაცემული ვიდეო ჩანაწერის წყალობით ვარაუდობენ, რომ დამნაშავე დაახლოებით 20-იანი წლების ბოლოს ან 30-იან წლებში იყო, სიმაღლით დაახლოებით 5 ფუტი და 8 ინჩი. მას ეცვა ბეისბოლის სტილის ქუდი, ჯინსები, თეთრი პერანგი და მუქი ფერის ქურთუკი. შემდეგ მას იძულებული გახდა გაქცეულიყო იმავე ფანჯრიდან, რომლითაც თავდაპირველად შემოვიდა, თუმცა მოახერხა და წაღებული ნივთებითა და დაახლოებით $20,000 უპრობლემოდ მიიმალა. სულ ამ კაცმა ამ სახლიდან ნივთების ღირებულების მიხედვით დიდი თანხა მოიპარა და ვინც ამოიცნობს ძარცველს და დაეხმარება მის მართლმსაჯულების წინაშე წარდგენაში, $670,000 ჯილდოს მიიღებს. თუ ვინმე შეძლებს მოპარული ნივთების დაბრუნებას, ის მიიღებს ჯილდოს წაღებული ნივთების საიბის საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით. ვისაც ესეთი ინფორმაცია აქვს, სთხოვენ დაუკავშირდეს პოლიციას ნომერზე 101. ნომერი 5. 2018 წლის მარტში სერგეი სკრიპალი, ყოფილი რუსი ჯაშუში, ცხოვრობდა სოლსბერიში, ინგლისში, სადაც მან 2011 წელს იყიდა ნახევრად დამოუკიდებელი სახლი, მას შემდეგ, რაც რუსეთსა და აშშ-ს შორის ჯაშუშების გაცვლის პროგრამა განხორციელდა. ამბობენ, რომ მას უყვარდა მარტო ყოფნა და მშვიდად ცხოვრობდა. მან გარკვეული დრო სოლსბერიში გაატარა თავის ცოლთან ლიუდმილასთან ერთად, მაგრამ სამწუხაროდ მას სკიბო დაუდგინდა და 2012 წელს გარდაიცვალა. 2018 წლის მარტში მისი ქალიშვილი 33 წლის იულია მოსკოვში ცხოვრობდა და გადაწყვიტა ინგლისში ჩამოსულიყო მამის მოსანახულებლად. მაგრამ ეს იყო გადაწყვეტილება, რომელსაც ის შემდეგ ინანებდა. მარტის 4-ში მათ გადაწყვიტეს ბარში წასულიყვნენ სასმელზე, რის შემდეგაც იტალიურ რესტორანში ივახშმეს. რესტორნის პერსონალმა მათ ქცევაში არაფერი უცნაური ვერ შენიშნა, მაგრამ საათზე ნაკლებ დროში ყველაფერი უარესობისკენ შეიცვლებოდა. ვარაუდობენ, რომ მათ გადაწყვიტეს ახლომდებარე პარკში გასეირნება, მაგრამ მხოლოდ 80 წუთის შემდეგ ერთმა მოქალაქემ პოლიციას დაურეკა და აცნობა, რომ პარკის ერთ-ერთ სკამზე 2 ადამიანი უგონო მდგომარეობაში შეიპოვა. მათ ახსნეს, რომ იულიას თვალები გახელილი ჰქონდა, მაგრამ რეაქცია არ ჰქონდა და ძალიან ფერმკთალი იყო. ცდილობები იყო, რომ ადგილზე გაეციათ დახმარება ორივესთვის, მაგრამ მათი მდგომარეობა მხოლოდ უარესდებოდა და სასწრაფოდ ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. იულია კარგად გამოჯამრთელდა და აპრილში გაწერეს, მაგრამ სერგეი ძლივს გადარჩა და მხოლოდ მაისის ბოლოს გაწერეს. დეტექტივი, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, ასევე საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ გამოჯამრთელდა. გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ მამა და ქალიშვილი მოწამლულნი იყვნენ ნერვულ პარალიტიკური ნივთიერებით ნოვიჩოკით, რომელიც საბჭოთა კავშირში 1970-იან წლებში შეიქმნა. ნივთიერება სერგეის სახლის კარის სახელოზე იყო წასმული და როგორც სერგეი, ასევე იულია მასთან კონტაქტში მოვიდნენ. ისევე როგორც დეტექტივი, რომელმაც მათ პარკში დახმარება გაუწია. შხამის კვალი ასევე აღმოაჩინეს ფაბს და რესტორანში და 500-ზე მეტ ადამიანს უთხრეს, რომ ტანსაცმელი საფუძვლიანად გაერეცხათ, რადგან შესაძლოა შემთხვევით შეხებოდნენ ამ მომაკვდინებელ ნივთიერებას. სერგეის სახლი, პაბი, რესტორანი, დეტექტივის სახლი, 2 სასწრაფო დახმარების მანქანა, ასევე პარკი და მის გარშემო ტერიტორია სრულად უნდა დაეკონტამინირებინათ, სანამ ისინი კვლავ უსაფრთხოდ გამოცხადდებოდა გამოსაყენებლად. სამწუხაროდ 44 წლის დონ სტურისის პარტნიორმა აიღო სუნამოს ბოთლი, რომელშიც შხამი იყო შენახული და მას საჩუქრად გადასცა. მან შხამი დაისხა მაჯაზე და ძალიან მძიმედ გახდა. ის და მისი პარტნიორი ორივე საავადმყოფოში გადაიყვანეს და მიუხედავად იმისა, რომ მისი პარტნიორი გადარჩა, დონ სტურგისი გარდაიცვალა.
როგორც ინციდენტის გამოძიება მიმდინარეობდა, გაირკვა, რომ ორი კაცი ყალბის სახელებით, ალექსანდრ პეტროვი და რუსლან ბოშიროვი, იყვნენ ისინი, ვინც სერგეი სკრიპალის კარზე შხამი დაასხეს. და მათი სალისბერიში, სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში დაფიქსირების შემდეგ, მათი ძებნა მაშინვე დაიწყო. შემდეგ დადგინდა, რომ ისინი მუშაობდნენ რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურში და სავარაუდოდ მათ კარგად დაგეგმილ მისიაზე გაგზავნეს, რომელიც თავდასხმამდე რამდენიმე თვით ადრე იყო დაგეგმილი. გამომძიებლებმა საბოლოოდ გაიგეს, რომ ორივე მამაკაცი უკვე რუსეთში დაბრუნებულიყო და მათი ინგლისში ექსტრადირების გეგმები არ არსებობდა. რუსეთის მთავრობამ უარყო ოპერაციასთან რაიმე კავშირი და შედეგად დიდმა ბრიტანეთმა და აშენცეშემ რუსეთს სანქციები დაუწესეს. ამ საქმეში დამნაშავეები, მიუხედავად იმისა, რომ იდენტიფიცირებულნი და ცნობილნი არიან, შესაბამისი ორგანოებისთვის სავარაუდოდ არასოდეს აგებენ პასუხს თავიანთ ქმედებებს. ნომერი 20. ჩესტერის პოლიციამ რამდენჯერმე მიმართა საზოგადოებას თხოვნით მიაწოდონ ინფორმაცია, რომელიც შეიძლება ჰქონდეთ 39 წლის მარტინ კონვეის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა არ დაკავშირებია არც მეგობრებს და არც ოჯახს. მარტინი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც Kimberly, არამხოლოდ ოჯახი და პოლიცია ეძებს გაუჩინარების გამო, არამედ მასუდა მიეწერა ადგილობრივ პოლიციის განყოფილებაში, რადგან ის იძებნება ციხეში დაბრუნების მოთხოვნის საფუძველზე. მარტინის საქმეზე ცოტა დეტალია ცნობილი და გამომძიებლებს არ გაუმჟავნებიათ ინფორმაცია იმ დანაშაულის შესახებ, რომლის გამოც ის თავდაპირველად ციხეში მოხვდა. ციხეში დაბრუნების სისტემის მუშაობის პრინციპი ასეთია. როდესაც ვინმე სასჯელის მოხდის მიზნით ციხეში უშვებენ, ზოგჯერ მას ადრე ათავისუფლებენ იმის მიხედვით, რამდენად მძიმეა ჩადენილი დანაშაული. მაგრამ ისინი ნამდვილად არ არიან სრულად გათავისუფლებულები, რომ ცხოვრება ძველებურად გააგრძელონ, რადგან მათ უნდა შეიკავონ თავი ახალი დანაშაულების ჩადებისგან. თუ ისინი დაარღვევენ გათავისუფლების ამ პირობას, როგორც ეს მარტინმა გააკეთა, მათ კვლავ აკავებენ და დარჩენილ სასჯელს სრულად იხდიან. სისტემა გავს პატიმრის პირობით გათავისუფლებას, მაგრამ დიდ ბრიტანეთში ამას ლიცენზიაზე ყოფნას უწოდებენ. გარდა ამისა, ადამიანს აუცილებელი არ არის დანაშაული ჩაიდინოს იმისათვის, რომ ციხეში დააბრუნონ, რადგან ნებისმიერი არასასურველი ან რისკიანი ქცევა შეიძლება საკმარისი იყოს იმისთვის, რომ ის საზოგადოებისთვის საფრთხედ მიიჩნიონ და კვლავ დააბრუნონ გისოსებს მიღმა. ეს მიანიშნებს, რომ მარტინმა ძალიან მძიმე დანაშაული არ ჩაიდინა, რადგან პატიმრები, რომლებიც გარკვეულ დანაშაულებს ჩადიან, როგორც წესი ლიცენზიაზე ყოფნის უფლება არ აქვთ, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია. ასევე არ არის დადგენილი, უკავშირდება თუ არა მისი გაუჩინარება იმას, რომ ის ციხეში დააბრუნეს, თუმცა ბევრმა ადამიანმა ივარაუდა, რომ მან უბრალოდ გადაწყვიტა დამალულიყო, რათა კანონს ასწდენოდა. ბოლო დროს მარტინი ჩეშირის ქალაქის რაიონში ნახეს და ვიდეოკამერების ჩანაწერებში ის ამ ტერიტორიაზე მოსიარულე ჩანს. ეს კადრები კი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია. ჩანაწერები გაკეთდა 2026 წლის ელის 1 და 2 თებერვალს და კადრებში არაფერია ისეთი, რაც მიანიშნებს, რომ ის რაიმე საფის საფრთხეში იყო. მედიასთან საუბრისას პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მარტინს კავშირები აქვს ელსმირ პორტთან, ჩესტერთან და ვირალთან. ამ რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას თხოვეს დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ პოლიციას, თუ მას შენიშნავენ, რათა მისი ადგილსამყოფელი დადგინდეს და ხელახლა დააკავონ. იმ თვეებში, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ მარტინი დაკარგული იყო, გამომძიებლებმა რამდენიმე მინიშნება მიიღეს საზოგადოებიდან და ყველა მათგანი შემოწმდა, თუმცა მისი პოვნა ვერ მოხერხდა. ჩეშირის ქალაქის ცენტრის მცხოვრებლებს თხოვეს შეამოწმონ თავიანთი ფარდულები და სხვა დამხმარე ნაგებობები. იმ შემთხვევაში, თუ მარტინმა გადაწყვიტა, ამ შენობებში თავშესაფარი ეპოვა, ან ხელისუფლებისგან დამალულიყო. რადგან სხვა მინიშნებები აღარ მიუღიათ, მათ მისი აღწერა საზოგადოებას გააცნეს. მას აქვს ღია ყავისფერი თმა და ცისფერი თვალები. სიმაღლეში არის 5 ფუტი და 7 ინჩი, გამხდარი არნაგობისაა. ბოლოს კი შავი ქუხთუკი კაპიუშონზე ბეწვის შემოვლებით ნაცრისფერი სპორტული შარვალი და თეთრი ბოტასები ეცვა. თუ სადმე შენიშნეთ მარტინი, ან იცით სად შეიძლება იყოს, გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩეშირის პოლიციას ნომერზე 101. Number 7. გასაოცარია, რამდენი დაკარგული ადამიანის საქმე იწყება იმით, რომ ეს ადამიანი შეუმჩნევლად ტოვებს საავადმყოფოს, აღარ ბრუნდება და აღარასოდეს უნახავთ მისი მეგობრები და ოჯახი. ზუსტად ეს მოხდა 29 წლის ჰოლი კოლინსონის შემთხვევაში, რომელიც 2026 წლის მარტის შემდეგ სახლში აღარ დაბრუნებულა. საზოგადოებისთვის უკვე გამოქვეყნდა ვიდეოკამერების კადრები, სადაც ჩანს მისი ბოლო ცნობილი გადაადგილებები და იმედი აქვთ, რომ ვინმე მას იცნობს, რათა ჰოლი კოლინსონი თავის საყვარელ ადამიანებთან დააბრუნონ. ჰოლის საავადმყოფოში ყოფნის მიზეზი საზოგადოებისთვის არ გახმაურებულა, თუმცა ვარაუდობენ, რომ მან ფეხი დაიზიანა, რადგან შენობა კოჭის დახმარებით დატოვა. ვიდეოკამერების კადრებში ჩანს, როგორ ტოვებს ჰოლი როიალ კორნუოლის საავადმყოფოს დრულოში დილის 10:10 საათზე. იმ დროს მას ეცვა თეთრი საავადმყოფოს ხალათი, მწვანე ჯემპრი და ფეხსაცმელი.
მან წინდების ნაცვლად თეთრი და ყვითელი პლასტმასის პარკები გამოიყენა და ჩანდა რომ თან თავისი ნივთები მიქონდა. ისინი გამჭვირვალე პლასტმასის პარკში ჰქონდა ჩადებული, რომელიც საავადმყოფოდან აიღო და ხელში ასევე ეჭირა შავი გიტარა, თაკამინის ელექტროაკუსტიკური მოდელი, რადგან იმ დროს გიტარის ჩასადები არ ჰქონდა. ვარაუდობენ რომ მან საავადმყოფოდან გასვლის შემდეგ მალევე გამოიცვალა ტანსაცმელი, ამიტომ ეს სურათები სავარაუდოდ აღარ ასახავს რეალობას. პოლიციის განცხადებით, ისინი მიიჩნევენ, რომ ჰოლიმ ვიდეო თვალით გადაღების შემდეგ მალევე ავტობუსში ჩაჯდა და მისი ტანსაცმლის გამო, ასევე იმის გამო, რომ კავარჯნით გადაადგილდებოდა და თან გიტარა მიქონდა, აუცილებლად გამოირჩეოდა და მისთვის გადაადგილება ძალიან მოუხერხებელი იქნებოდა. ცნობილია, რომ ჰოლი რეგულარულად სარგებლობს კორნუოლის ავტობუსებით და სავარაუდოდ სხვა მგზავრებსაც ახსოვთ, ვისაც მოუწოდეს, რომ იმ დღეს ავტობუსში მისი დანახვის შემთხვევაში პოლიციას შეატყობინონ. დამატებითი ვიდეო თვალის ჩანაწერების წყალობით ცნობილია, რომ ჰოლი ტრუროში ტრაიგლსის გზაზე იმყოფებოდა იმ დღეს, სანამ საავადმყოფოში მოხვდებოდა. ამ ჩანაწერში მას აცვია ლურჯი ჯინსები, შავი ქუდი, დიდი მზის სათვალეები და თან აქვს იგივე გიტარა და ღია ფერის ხელჩანთა. ესევე უნდა აღინიშნოს, რომ გიტარის პატარა ის ბლოკი დაკარგულია, ამიტომ იქ, სადაც ბლოკი უნდა იყოს, 4 დუიმის ხვრელი ექნება. მის მოოჯახმა განაცხადა, რომ მას აქვს Samsung-ი და iPhone-ი, მაგრამ ვერ დაასახელეს რა ფერისაა ეს მოწყობილობები. საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ მან თავისი ნივთების ნაწილი ნიუ-ქეის კარავნის ბანაკში დატოვა და მას შემდეგ ისინიც დაიკარგა. პოლიცია ძალიან დაინტერესებულია გაიგოს, რა ბედი ეწია ამ ნივთებს, რადგან მათი პოვნა შესაძლოა ჰოლის ადგილსამყოფელის დადგენაში დაეხმაროს. როდესაც იმ ადგილის ძებნა, სადაც ბოლოს ნახეს, უშედეგო აღმოჩნდა, გამომძიებლებმა საზოგადოებას მიმართეს და სთხოვეს, რომ ჰოლის დანახვის შემთხვევაში შეეტყობინებინათ. რამდენიმე ადამიანმა მიაწოდა მათ ესეთი ინფორმაცია, მაგრამ ეს კვალი ჩიხში შევიდა. მისი აღწერით მას აქვს გრძელი შავი თმა, რომელიც ზემოდან შეღებილია წითლად და ქლიავისფრად. მან თმა ადრე დრედლოკის სტილში სხვადასხვა ფერებში ატარა. ის სუსტი აღნაგობისაა, სიმაღლეში 5 ფუტი და 7 ინჩია და აქვს ლურჯი თვალები. ერთ დროს ითქვა, რომ მას ეცვა შავი პალტო, შავი შარვალი და მოკლე სახელოიანი შავი ადიდასის მაისური. თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ჰოლის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, გთხოვთ დაუკავშირდეთ პოლიციას ნომერზე 999 და მიუთითოთ ჩანაწერი 723, პარასკევი 1 მაისი. ნომერი 2. 31 წლის კლინტონ ლოკიერი კიდევ ერთი ადამიანია, რომელიც გაუჩინარდა სამედიცინო დაწესებულების დატოვების შემდეგ, ამჯერად ავსტრალიაში. და მისი ოჯახი, რომელმაც საზოგადოებას მიმართა თხოვნით, რომ მიაწოდონ ინფორმაცია, სასოწარკვეთილია, რომ გაიგოს რა დაემართა მას. ბოლო დროს, როცა ის ნახეს, იყო 2022 წლის 31 ოქტომბერი, როგორც მისი დედა მიშელი აღწერს, ძალიან თბილი, შაბათ-კვირის შუადღე. მან განაცხადა, რომ იმ დღეს კლინტონმა ქალაქში რამდენიმე მეგობართან ერთად გაატარა დრო, სანამ დაბრუნდებოდა რობში, მის მშობლიურ ქალაქში, სადაც მრავალი წელია ცხოვრობს. მისი გაუჩინარების დროს ის და მისი დედა მეზობლად ცხოვრობდნენ და ყველა მას იცნობდა ამბობს, რომ ისინი ძალიან ახლობლები იყვნენ. ამიტომ მათ გაკვირვება მოყვა იმან, რომ იმ დღეს ტელეფონი სახლში დატოვა, რადგან მას რჩევა ჰქონდა მუდმივად ეკონტაქტა მათ. ამ მიზეზით გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ ისინი უკიდურესად შეშფოთებულნი არიან კლინტონის უსაფრთხოებითა და კეთილდღეობით და მათ ყველა მიღებულ კვალს მიყვნენ, რათა მისი პოვნა შეძლებოდათ. მაგრამ მათი ძალალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა, როცა ის ნახეს, იყო 2022 წლის 31 ოქტომბერს, როგორც ამას ადასტურებს სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, რომელიც საზოგადოებისთვის გაავრცელეს. ის გადაიღეს აბორიგენთა სამედიცინო მომსახურების შენობის გარეთ და მისი ქცევა სრულიად ნორმალური ჩანდა. კლინტონი ხშირად სტუმრობდა ამ დაწესებულებას, რადგან იღებდა მედიკამენტებს, რომელსაც სვანდა ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის, რაც მას დაუდგინეს. მას ეს მედიკამენტი ყოველდღიურად უნდა მიიღოს, რაც კიდევ უფრო ზრდის შეშფოთებას, რადგან დიდი ალბათობით მას არ მიუღია ეს წამალი იმ დღიდან, რაც გაუჩინარდა. მან შეძლო წამლის აღება, რის შემდეგაც ეწვია მეგობარს, რომელიც შოალის ქუჩაზე ცხოვრობს. შუაღამისას მან ტელეფონით ესაუბრა მიშელს და მოგვიანებით მიშელმა განაცხადა, რომ ის სრულიად ნორმალურად ჟღერდა. მაგრამ შემდეგ მოვლენებმა უცნაური მიმართულება მიიღო. რამდენიმე საათის შემდეგ კლინტონი მივიდა მიშელის სახლთან და კარზე დააგაგუნა. მაგრამ სანამ ის კართან მივიდოდა, კლინტონი უკვე წასული იყო და მას შემდეგ აღარავის უნახავს. მომდევნო წლის განმავლობაში გამომძიებლები ცდილობდნენ გაერკვიათ, რა დაემართა მას, მაგრამ იძულებულნი გახდნენ საზოგადოებისთვის მიემართათ ახალი ინფორმაციისთვის, რადგან ყველა კვალი ამოწურული იყო და შედეგი არ ჰქონდათ. კლინტონი აღწერილია როგორც შავთმიანი და ყავისფერ თვალება, სიმაღლე 5 ფუტი და 6 ინჩი, მსხვილი აღნაგობის. ვიდეო ჩანაწერში მას ეცვა ლურჯი თეთრი და წითელი პერანგი, ღია ფერის შორტები და პლაჟის ჩუსტები. მისი საქმე არ უნდა აგვერიოს უესლი ლოკიერის საქმეში, რომელიც ასევე გაუჩინარდა და ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი. მიუთითებენ, რომ ორივე მამაკაცი შესაძლოა დანაშაულის მსხვერპლი გახდა, ან დღეში დაიკარგა, თუმცა ეს დადასტურებული არ არის.
Ყველას, ვისაც კლინტონის საქმეზე რაიმე ინფორმაცია აქვს, სთხოვენ დაუკავშირდეს Crime Stoppers, ნომერზე 1-823-123-0000. Number Earth 2024 წელს ინგლისის კემბრიჯში პოლიციამ გაავრცელა ვიდეო თვალის ჩანაწერი ორი მძარცველის შესახებ, რომლებმაც ელი მუზეუმიდან ძვირფასი არტეფაქტები მოიპარეს, რადგან დამნაშავეების იდენტიფიცირება ვერ შეძლეს. ინციდენტი მოხდა იმ წლის 7 მაისის ადრეულ საათებში, როდესაც ორი მძარცველი მუზეუმში ელექტროსკუტერებით მივიდა. იმ დილის 1 საათისა და 23 წუთის გადაღებული ვიდეო თვალის ჩანაწერი მუზეუმის შიგნითა სივრცეს აჩვენებს და თავდაპირველად ყველაფერი ნორმალურად და მშვიდად ჩანს. მაგრამ შემდეგ კამერის ხედვის არეში ერთ-ერთი ფანჯარა გარედან იღება და ჩანს როგორ გადადის შიგნით კაცი, რომლის სახეც კამერისთვის დაფარულია. შემდეგ ის სწრაფად შედის მუზეუმში, მას კი ახლოდან მიხვება მისი თანამზრახველი. სხვა კუთხიდან ჩანს, როგორ გადაადგილდებიან ორი მძარცველი სწრაფად შენობის უკანა მხარეს და აშკარაა, რომ ისინი ნერვიულობენ იმ დანაშაულზე, რომელსაც აპირებენ ჩადენას. შემდეგ ისინი ჩანს, როგორ ბრუნდებიან შენობის წინა მხარეს ხელში ორი ნივთით. შემდეგ კი იმავე ფანჯრიდან გადიან და უსაფრთხილოდ ტოვებენ ადგილს. მოპარული ნივთები მოიცავს აღმოსავლეთ კემბრიჯშირის ოქროს სტორკს, 3000 წლის მყარი ოქროს ყელის რგოლს, რომელიც 2015 წლის სექტემბერში ხნულ ველზე აღმოაჩინეს. ის მუზეუმს 220,000 ფუნტად მიიყიდეს, რაც დაახლოებით $295,000. თორკის შეძენა შესაძლებელი გახდა მუზეუმის ასოციაციის $10,000 გრანტის წყალობით. Craftus Energy, ასევე დამართებითი თანხები ეროვნული მემკვიდრეობის მემორიალური ფონდისგან, ხელოვნების საბჭო ინგლისისგან, ვიქტორია და ალბერტის მუზეუმის ხელოვნების ფონდისგან, ჰედლის ტრასტისგან და ადგილობრივი მცხოვრებლების შემოწირულობებიდან. მეორე არტეფაქტია ბრინჯაოს ხანის ოქროს სამაჯური, რომელიც დაახლოებით 3,000 წლის წინანდელია. ის აღმოაჩინა metal detectoristმა აღმოსავლეთ კემბრიჯში 2017 წელს და ამ ორი ნივთის დაკარგვამ საზოგადოება გაუგნებული დატოვა. მას შემდეგ, რაც ძარცვა პოლიციას აცნობეს, მუზეუმში თითის ანაბეჭდები შეამოწმეს, მაგრამ ვერაფერი იპოვეს და არც ერთი კვალი არ აღმოაჩინეს, რომელიც დამნაშავეების ვინაობაზე ან მათ ადგილსამყოფელზე მიუთითებდა. მიჩნეულია, რომ სკუტერებს მართავდნენ მუზეუმის სადგომში და მუზეუმის უკამდებარე ფეხით მოსიარულეთა ბილიკებზე ძარცვამდე და მის შემდეგაც. შესაძლოა ისინი ასევე მივიდნენ ახლომდებარე საბჭოს ოფისებში და გრენჯის ავტოსადგომზე. თავდაპირველად არსებობდა იმედი, რომ ეს ორი არტეფაქტი დაბრუნდებოდა და მუზეუმში დაბრუნდებოდა, მაგრამ ამდენი წლის შემდეგ ეს შესაძლებლობა ბევრად ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ისინი სავარაუდოდ ან კერძო კოლექციონერებზე გაყიდეს, ან გადადნეს და ხელახლა გაკიდეს. გამოძიება ჯერ კიდევ აქტიურია და პოლიციამ სთხოვა ყველას, ვისაც აქვს სასარგებლო ინფორმაცია, დაუკავშირდეს მათ გადაუდებელი დახმარების ნომერზე 101 და მიუთითოს ოპერაცია ლაკუნარი. სხვა შემთხვევაში შეგიძლიათ მიაწოდოთ ინფორმაცია Crime Stoppers-ის ნომერზე 0800-45-111. დიდი მადლობა, რომ უყურეთ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად დააცეკით მოწონების ვილაკს. ესევე არ დაგავიცდეთ გამოიწეროთ არხი და დააწვეთ შეტყობინების ზარს, რომ არ გამოტოვოთ ჩვენი მომავალი ვიდეოები. მე ვარ Top 5 Unknown და შემდეგ ვიდეოში ისევ შეგხვდებით.